1992 წელს, როდესაც შვეიცარიის უშიშროების სამსახურმა შეაღწია ჟენევის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში, მათ იპოვეს რაღაც, რაც არასოდეს უნდა არსებულიყო. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან, ფოტოები, სადაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელები იჯდნენ ერთმაგიდასთან ცნობილ ქურდებთან და ყველაზე შოკისმომგვრელი, ჩანაწერები საიდუმლო შეხვედრებისა, რომლებზეც საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ გაეროს პლატფორმა საკუთარი ინტერესებისთვის. მაგრამ უკვე მეორე დღეს, ამ მტკიცებულებების უმეტესობა გაუჩინარდა კვალის გარეშე. ვინ წაიღო ისინი? და რაც მთავარია, რას მალავდნენ ეს ჩანაწერები? რატომ შვეიცარიის ხელისუფლებამ არჩია დუმილი, როდესაც მათ ხელში ჰქონდათ მტკიცებულება იმისა, რომ საერთაშორისო დიპლომატია იქცა კრიმინალური ავტორიტეტების სათამაშოდ? ეს დოკუმენტები შეიძლებოდა ღირებულიყო ადამიანების სიცოცხლე და ზუსტად ამიტომ მათი არსებობა იყო უფრო საშიში, ვიდრე მათი შინაარსი. წარმოიდგინეთ სცენა, 1993 წლის გაზაფხული, ჟენევა, გაეროს შენობა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იკრიბებიან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ყველა კოსტიუმებში, ყველა გალსტუკებში, ყველა იცავს დიპლომატიური ეტიკეტის მკაცრ წესებს. და ამ მომენტში შემოდის კაცი შავ სათვალეებში, ტყავის ქურთუკში, რომელსაც მოსდევს 6 ადამიანი იმავე სტილში. ისინი არ ჰგვანან დიპლომატებს. მათი ქცევა, მათი მიმიკა, მათი საუბრის მანერა, ყველაფერი ამბობს, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ სულ სხვა სამყაროდან. მაგრამ მათ აქვთ დიპლომატიური პასპორტები. მათ აქვთ ოფიციალური სტატუსი. მათ აქვთ უფლება წარმოადგინონ საქართველოს მსოფლიო არენაზე. ეს კაცი არის ჯაბა იოსელიანი, მხედრიონის ლიდერი, ყოფილი პატიმარი, კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ახლა ატარებს საქართველოს სახელმწიფო მრჩევლის ტიტულს. როგორ მოხდა ეს? როგორ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ათწლეულებს ატარებდა საბჭოთა ციხეებში, გაეროს დარბაზში, სადაც წყდება მსოფლიო პოლიტიკის ბედი? პასუხი მდებარეობს 1991 წლის ქაოსში, როდესაც საქართველო ცდილობდა გადარჩენას სამოქალაქო ომის პირობებში. ედუარდ შევარდნაძე, ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დაბრუნდა თბილისში ქვეყნის გადასარჩენად, მოულოდნელად აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც მას არ ჰყავდა არმია, არ ჰყავდა ლოიალური სპეცსამსახურები, არ ჰყავდა რეალური ძალა. მას ჰყავდა მხოლოდ ერთი რამ, საერთაშორისო კავშირები და დიპლომატიური გამოცდილება. მაგრამ რომ გადარჩენოდა შიდა ომში, მას სჭირდებოდა ძალა. და ეს ძალა მოვიდა არა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, არამედ ქუჩიდან, ციხეებიდან, კრიმინალური სამყაროდან. ჯაბა იოსელიანი შესთავაზა შევარდნაძეს გარიგებას, მხედრიონი იცავს მის ხელისუფლებას, ხოლო სანაცვლოდ იღებს ლეგიტიმაციას, რესურსებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წვდომას სახელმწიფო სტრუქტურებზე. ეს იყო ფაუსტური გარიგება, რომელიც შეცვლიდა საქართველოს ისტორიას მომდევნო 10 წლეულებისთვის. შევარდნაძემ თანხმობა განაცხადა, რადგან არ ჰქონდა არჩევანი. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა შედეგები, რომლებიც გასცდა საქართველოს საზღვრებს. რადგან ჯაბა იოსელიანი არ აპირებდა დარჩენილიყო მხოლოდ ადგილობრივ დონეზე. მას სურდა აღიარება, სურდა სტატუსი, სურდა რომ მსოფლიო დაენახა, რომ ის არის არა მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტი, არამედ პოლიტიკური ფიგურა. და აქ იწყება ყველაზე აბსურდული თავი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. 1992 წლის ზაფხულში ჯაბა იოსელიანი მიიღებს დიპლომატიურ პასპორტს და ოფიციალურ დავალებას, წარმოადგინოს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში. წარმოიდგინეთ რეაქცია ევროპელი დიპლომატებისა, როდესაც მათ პირველად შეხვდნენ ამ წარმომადგენელს. ადამიანი, რომელიც არ იცნობდა დიპლომატიური ეტიკეტის ელემენტარულ წესებს, რომელიც საუბრობდა ქუჩის ენაზე, რომელიც ატარებდა შავ სათვალეებს შენობის შიგნით, რომელსაც მოსდევდა დაცვა, რომელიც უფრო ჰგავდა კრიმინალურ ჯგუფს, ვიდრე დიპლომატიურ ესკორტს. ეს იყო შოკი. ეს იყო სკანდალი. ეს იყო რაღაც, რაც არასოდეს უნდა მომხდარიყო საერთაშორისო დიპლომატიის ისტორიაში. მაგრამ რატომ? რატომ შევარდნაძემ, ადამიანმა, რომელიც 10 წლეულებს ატარებდა საბჭოთა დიპლომატიაში, რომელიც იცნობდა მსოფლიო პოლიტიკის ყველა წესს, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება? რა იყო ის ფასი, რომელიც მან გადაიხადა ამ გარიგებისთვის? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იყო ის ფასი, რომელიც გადაიხადა საქართველომ, როდესაც მისი სახელი დაკავშირდა კრიმინალურ სამყაროსთან საერთაშორისო არენაზე? ამ კითხვებზე პასუხი გვიხსნის არა მხოლოდ ჯაბა იოსელიანის ფენომენს, არამედ იმ ეპოქის მთელ ტრაგედიას, როდესაც საქართველო ცდილობდა გადარჩენას ნებისმიერი ფასით.
პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჯაბა იოსელიანის უსაფრთხოებაზე მის ევროპულ ვიზიტებზე, თანახმა გახდა ესაუბრა კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს რეჟიმის ბოლო თვეებზე, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით. პირადი საუბრებიდან ჯაბასა და შევარდნაძეს შორის საიდუმლო შეხვედრებამდე ევროპელ პოლიტიკოსებთან იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სუნთქვას შეგიკავებთ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა კრიმინალური სამყარო შეღწევას საერთაშორისო პოლიტიკაში და რატომ ეს ექსპერიმენტი იყო განცირული წარუმატებლობისთვის თავიდანვე. პირველი ვიზიტი ჟენევაში იყო კატასტროფა, იხსენებს ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი, რომლის სახელს ჩვენ ვერ გავამჟღავნებთ მისი უსაფრთხოების მიზეზების გამო. ჯაბა არ ესმოდა, რატომ უნდა მოეხსნა სათვალეების შენობაში. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო სისუსტის ნიშანი. როდესაც მას უთხრეს, რომ დიპლომატიურ მიღებაზე არ შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა, მან უპასუხა: მე ვარ საქართველოს წარმომადგენელი და მე ვწევ სადაც მინდა. ეს იყო შოკი ყველასთვის. შვეიცარიელი დიპლომატები არ იცოდნენ, როგორ რეაგირება მოეხდინათ. ისინი არასოდეს არ ჰქონიათ საქმე ასეთ წარმომადგენელთან. მაგრამ რეალური პრობლემა იყო არა ეტიკეტის დარღვევა. რეალური პრობლემა იყო ის, რომ ჯაბა იოსელიანი ცდილობდა გამოეყენებინა დიპლომატიური სტატუსი საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის. მისი ვიზიტები ევროპაში არ იყო მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები. ისინი იყო შესაძლებლობა შეხვედროდა ადამიანებს, რომლებთანაც მას ჰქონდა სულ სხვა ტიპის ურთიერთობები. დასავლეთის სპეცსამსახურებმა სწრაფად შენიშნეს ეს ორმაგი თამაში. 1993 წლის შემოდგომაზე ფრანგულმა დაზვერვამ გააკეთა ანგარიში, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ჯაბა იოსელიანის კავშირები ევროპულ კრიმინალურ სტრუქტურებთან. ეს დოკუმენტი გაეგზავნა თბილისს, პირდაპირ შევარდნაძეს. მაგრამ რეაქცია არ მოჰყოლია. რატომ? პასუხი მდებარეობს იმ რთულ ბალანსში, რომელსაც შევარდნაძე ცდილობდა შეენარჩუნებინა. ერთი მხრივ მას სჭირდებოდა დასავლეთის მხარდაჭერა, საერთაშორისო აღიარება, ეკონომიკური დახმარება. მეორე მხრივ მას სჭირდებოდა ჯაბა იოსელიანის მხარდაჭერაში და სტაბილურობისთვის. ეს იყო შეუძლებელი ბალანსი, რომელიც არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ. და შევარდნაძე ამას იცოდა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ის დაკარგავდა ჯაბას მხარდაჭერას, მას შეეძლო დაეკარგა ყველაფერი. ეს იყო ტრაგიკული არჩევანი, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს მომავალს მომდევნო წლებისთვის. ევროპელი დიპლომატები იწყებენ საუბარს იმაზე, რასაც ისინი უწოდებენ საქართველოს პრობლემას. როგორ შეიძლება ქვეყანა, რომელიც ცდილობს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში, აგზავნის წარმომადგენლად ადამიანს, რომელსაც აქვს კრიმინალური წარსული? როგორ შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება მხარი დაუჭიროს ხელისუფლებას, რომელიც დამოკიდებულია კრიმინალურ ჯგუფებზე? ეს კითხვები ისმის კულუარებში, მაგრამ არავინ ბედავს ხმამაღლა თქვას მათ. რადგან ყველამ იცის, რომ საქართველო არის მოწყვლადი, არასტაბილური და ნებისმიერი გარიზეწოლა შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო დიდი ქაოსი. ეს არის დიპლომატიური თამაში, სადაც ყველა თამაშობს ორმაგ როლს და არავინ არის დარწმუნებული, თუ რა იქნება შედეგი. მაგრამ ჯაბა იოსელიანი არ ესმის ეს თამაში. ან უბრალოდ არ აინტერესებს. მისთვის დიპლომატია არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი ძალაუფლების მოსაპოვებლად. ის ცდილობს გამოიყენოს თავისი სტატუსი, რომ შექმნას კავშირები, რომლებიც გაზრდის მის გავლენას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1993 წლის ზამთარში ის ცდილობს ორგანიზებას გაუწიოს შეხვედრას რუსულ ბიზნეს წრეებთან შვეიცარიაში. ეს შეხვედრა არასოდეს არ ხდება ოფიციალურად, მაგრამ დასავლეთის სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია მის შესახებ. ისინი იწყებენ უფრო ყურადღებით თვალყურის დევნებას ჯაბა იოსელიანის მოძრაობებზე. ისინი იწყებენ დოკუმენტირებას მისი კონტაქტებისა, მისი შეხვედრებისა, მისი ფინანსური ტრანზაქციებისა. ისინი აგროვებენ მტკიცებულებებს, რომლებიც ერთ დღეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მის წინააღმდეგ. და აქ ჩნდება კითხვა: იცოდა თუ არა ჯაბა იოსელიანი, რომ მას აკვირდებოდნენ? იცოდა თუ არა ის, რომ მისი ყოველი ნაბიჯი ფიქსირდებოდა, ყოველი საუბარი ჩაიწერებოდა, ყოველი შეხვედრა დოკუმენტირდებოდა? და თუ იცოდა, რატომ გააგრძელა? რა იყო ის, რაც მას ფიქრობდა, რომ შეეძლო გაეტარებინა ეს თამაში უსასრულოდ? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, მაგრამ ისინი გვიხსნიან იმ მენტალიტეტს, რომელიც ახასიათებდა იმ ეპოქას, მენტალიტეტს, სადაც ძალა იყო ყველაფერი და წესები იყო მხოლოდ სუსტებისთვის. ერთი კვირით ადრე, ვიდრე მოხდებოდა ის, რაც შეცვლიდა ყველაფერს, ლიდერს ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არ გამოჩნდა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში.
უცხოელი. ემისარი ჩამოფრინდა ღამით, გაატარა 1 საათი სამთავრობო შენობაში და წავიდა მისალმების გარეშე. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ ჯაბა იოსელიანი გამოვიდა ოთახიდან თეთრი სახით. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს სასიკვდილო განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი, კგბ-ს აგენტი, CIA-ს წარმომადგენელი, თუ ვინმე ბევრად უფრო ძლიერი? ეს შეხვედრა რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებად იმ ეპოქისა, მაგრამ მისი შედეგები იყო კატასტროფული. 1995 წლის გაზაფხულზე ჯაბა იოსელიანის პოზიცია იწყებს სერიოზულად შერყევას. შევარდნაძე, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ამ საშიშ ბალანსს, იწყებს მიხვედრას, რომ ეს გარიგება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე იგი იძლევა. დასავლეთის ზეწოლა იზრდება. საერთაშორისო ორგანიზაციები იწყებენ პირდაპირ საუბარს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება დაკავშირებულია კრიმინალურ სტრუქტურებთან. ეკონომიკური დახმარების პროგრამები ჩერდება. ინვესტიციები არ მოდის. ქვეყანა იზოლირდება. და ყოველივე ამის მიზეზი არის ერთი ადამიანი, ჯაბა იოსელიანი და მისი მხედრიონი. მაგრამ ჯაბა არ აპირებს უკან დახევას. მისთვის ეს არის არა მხოლოდ ძალაუფლების საკითხი, არამედ პრინციპის საკითხი. ის ფიქრობს, რომ მან გადაარჩინა შევარდნაძე, გადაარჩინა საქართველო და ახლა მას უნდა აღიარება, პატივისცემა, ლეგიტიმაცია. ის არ ესმის, რომ საერთაშორისო პოლიტიკა მუშაობს სხვა წესებით. ის არ ესმის, რომ დასავლეთი არასოდეს არ მიიღებს მას, როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ ფიგურას. ის არ ესმის, რომ მისი არსებობა ხელისუფლებაში არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში. ან ის ესმის, მაგრამ უბრალოდ არ აინტერესებს. რადგან მისთვის ძალა არის ერთადერთი რეალობა და ყველაფერი სხვა არის მხოლოდ სიტყვები. 1995 წლის ზაფხულში ხდება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. დეტალები დღემდე რჩება დაფარული, მაგრამ შედეგი არის აშკარა. შევარდნაძე იღებს გადაწყვეტილებას. ის უნდა აირჩიოს, ან ჯაბა იოსელიანი, ან საქართველოს მომავალი. ის უნდა აირჩიოს, ან კრიმინალური ალიანსი, ან საერთაშორისო აღიარება. ის უნდა აირჩიოს, ან მოკლევადიანი სტაბილურობა, ან გრძელვადიანი განვითარება. და ის აკეთებს არჩევანს. 1995 წლის სექტემბერში მხედრიონი იშლება ძალით. ჯაბა იოსელიანი დააპატიმრებენ. მისი დიპლომატიური პასპორტი ჩამორთმეული. მისი საერთაშორისო კავშირები გაწყვეტილი. მისი ოცნება იმის შესახებ, რომ გახდეს ლეგიტიმური პოლიტიკური ფიგურა დასრულებული. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დამარცხების ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა მთელი ქვეყანა იპოვოს თავისი გზა ქაოსიდან წესრიგისკენ და რა ფასი გადაიხადა ამ გზაზე. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეეჯახა ორი სამყარო, კრიმინალური და დიპლომატიური, და რატომ ეს შეჯახება იყო განწირული წარუმატებლობისთვის თავიდანვე. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება იცხოვრა ქუჩის წესებით, შეღწევას სამყაროში, სადაც მუშაობდა სულ სხვა წესები. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რატომ ეს ექსპერიმენტი არასოდეს არ შეეძლო წარმატებულიყო. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ წლებს, ჩვენ ვხედავთ ტრაგიკომედიას. ჩვენ ვხედავთ აბსურდს. ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, რომელიც არ უნდა მომხდარიყო არასოდეს. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ რაღაც უფრო ღრმას, ჩვენ ვხედავთ იმ ეპოქის ტრაგედიას, როდესაც საქართველო იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ მას არ ჰქონდა არჩევანი. როდესაც გადარჩენა იყო ერთადერთი პრიორიტეტი და ყველა სხვა მოსაზრება იყო მეორეხარისხოვანი. როდესაც ხელისუფლება იყო იძულებული გაეკეთებინა გარიგებები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ყველა პრინციპს, მხოლოდ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა მინიმალური სტაბილურობა. ეს იყო ეპოქა, როდესაც ნორმალური წესები არ მუშაობდა და ყველა იყო იძულებული თამაშობდა იმპროვიზაციით. მაგრამ რა იყო ის ფასი, რომელიც გადაიხადა საქართველომ ამ ექსპერიმენტისთვის? როგორ შეცვალა ეს ეპოქა ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო არენაზე? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა გაკვეთილები უნდა ამოვიღოთ ჩვენ ამ ისტორიიდან, რომ არასოდეს გავიმეოროთ ეს შეცდომები. ეს კითხვები რჩება აქტუალური დღესაც, რადგან ისტორია იმეორებს თავის თავს, თუ ჩვენ არ ვსწავლობთ მისგან. და ჯაბა იოსელიანის ისტორია ევროპაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ქვეყანა კარგავს თავის გზას და იწყებს ექსპერიმენტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ყველა ლოგიკას. ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ ყველაფერი გავა, ამბობს ყოფილი ოფიცერი ჯაბა იოსელიანის პირადი დაცვიდან, რომლის ხელები დღესაც კანკალებს 25 წლის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით?
ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი უშიშროების შიდა წრიდან საუბრობს პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით რეჟიმის ბოლო დღეების შესახებ. ეს არის ჩვენება, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაჟღერებული, ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ჯაბა იოსელიანი ორმაგ სამყაროში, სადაც დილით ის იყო დიპლომატი, ხოლო საღამოს კრიმინალური ავტორიტეტი. შენევაში ყოფნისას ჯაბა ცხოვრობდა ორ პარალელურ რეალობაში, იხსენებს ერთ-ერთი მისი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც თხოვს, არ გამოაქვეყნოთ მისი სახელი უსაფრთხოების მიზეზების გამო. დღისით ის დადიოდა გაეროს შენობაში, ხვდებოდა დიპლომატებს, ცდილობდა ესაუბრა პოლიტიკაზე. მაგრამ საღამოს, როდესაც ოფიციალური ნაწილი სრულდებოდა, ის ხდებოდა სულ სხვა ადამიანი. მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ გამოჩნდებოდნენ არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე. საუბრები იწყებოდა რუსულად, ხანდახან უკრაინულად. ისინი საუბრობდნენ ბიზნესზე, ფულზე, გავლენის სფეროებზე. ეს იყო სრულიად სხვა სამყარო, რომელიც არაფერს საერთოს არ ჰქონდა დიპლომატიასთან. 1993 წლის შემოდგომაზე შვეიცარიის უშიშროების სამსახურმა დაიწყო სისტემატური თვალთვალი ჯაბა იოსელიანის მოძრაობებზე. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის იყენებდა დიპლომატიურ იმუნიტეტს არალეგალური ოპერაციებისთვის. დოკუმენტები, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომია, აჩვენებს, რომ ჯაბას ჰქონდა რეგულარული შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს შეხვედრები ხდებოდა ძვირადღირებულ რესტორნებში, პრივატულ კლუბებში, ზოგჯერ პირდაპირ სასტუმროს ნომრებში. თითოეულ ასეთ შეხვედრას ესწრებოდა მინიმუმ 6 ადამიანი ჯაბას მხრიდან, მისი პირადი დაცვა, რომლებიც უფრო ჰგავდნენ კრიმინალურ ჯგუფს, ვიდრე დიპლომატიურ ესკორტს. მაგრამ რა იყო ამ შეხვედრების რეალური მიზანი? რას ცდილობდა ჯაბა იოსელიანი მიაღწიოს ევროპაში? პასუხი მდებარეობს იმ ამბიციებში, რომლებიც მას ჰქონდა იმ დროს. ჯაბა არ აპირებდა დარჩენილიყო მხოლოდ ადგილობრივ ავტორიტეტად საქართველოში. მას სურდა შექმნილიყო საერთაშორისო ქსელი, რომელიც მისცემდა მას გავლენას არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში. ის ცდილობდა დაემყარებინა კავშირები რუსულ, უკრაინულ და ბალტიისპირეთის კრიმინალურ სტრუქტურებთან. მისი გეგმა იყო შექმნილიყო რაღაც მსგავსი საერთაშორისო კორპორაციისას, სადაც ის იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. და დიპლომატიური სტატუსი იყო იდეალური საფარი ამ ოპერაციებისთვის. ერთხელ ჟენევაში ყოფნისას ჯაბამ მითხრა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება, აგრძელებს ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. ჩვენ ვიჯექით სასტუმროს ბარში გვიან საღამოს და ის იყო ცოტა მეტად მოსვენებული, რაც მისთვის იშვიათი იყო. მან მითხრა, შენ ხედავ ამ ყველა ადამიანს აქ. ისინი ფიქრობენ, რომ ისინი არიან ძალაუფლება. მაგრამ რეალური ძალა არის იქ, სადაც არავინ უყურებს. რეალური ძალა არის ქუჩაში, ციხეებში, იქ, სადაც ადამიანები იცნობენ რეალურ ცხოვრებას. მე მაშინ ვერ გავიგე, რას გულისხმობდა ის. მაგრამ ახლა მესმის, ის ცდილობდა შეერწყა ორი სამყარო, რომლებიც არასოდეს არ უნდა შეერწყათ. ევროპელი დიპლომატები იწყებენ უფრო ღიად საუბარს საქართველოს პრობლემაზე. 1993 წლის ბოლოს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა საქართველოს ინტეგრაციის საკითხები, პირდაპირ დასმულ იქნა კითხვა, როგორ შეიძლება ქვეყანა, რომელიც აგზავნის დიპლომატად ადამიანს კრიმინალური წარსულით, იყო სერიოზული პარტნიორი? ეს კითხვა არ იყო რიტორიკული. ეს იყო ულტიმატუმი. ევროპა ელოდა პასუხს და ეს პასუხი უნდა მოსულიყო თბილისიდან. შევარდნაძე აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში. ერთი მხრივ მას სჭირდებოდა ევროპის მხარდაჭერა, ეკონომიკური დახმარება, პოლიტიკური აღიარება, უსაფრთხოების გარანტიები. მეორე მხრივ მას სჭირდებოდა ჯაბა იოსელიანის ლოიალობა, რადგან მხედრიონი იყო ერთ-ერთი ძირითადი ძალა, რომელიც უზრუნველყოფდა მის ხელისუფლებას. ეს იყო შეუძლებელი არჩევანი, რომელიც არ შეიძლებოდა გადაეწყვიტა ყველას კმაყოფილებით. რაღაც უნდა შეეწირა. და შევარდნაძე იცოდა, რომ ეს მსხვერპლი უნდა ყოფილიყო დიდი. 1994 წლის გაზაფხულზე იწყება პროცესი, რომელიც შეცვლის ყველაფერს. შევარდნაძე იწყებს საიდუმლო მოლაპარაკებებს დასავლეთთან. მას სჭირდება დრო, სჭირდება გარანტიები, სჭირდება გეგმა, თუ როგორ შეძლებს მან გაათავისუფლოს თავი ჯაბა იოსელიანის გავლენისგან ისე, რომ არ გამოიწვიოს ახალი სამოქალაქო ომი. ეს არის რთული, საშიში თამაში, სადაც ერთი შეცდომა შეიძლება ღირდეს ათასობით სიცოცხლე. მაგრამ შევარდნაძე იცის, რომ მას არ აქვს არჩევანი. ის უნდა გააკეთოს ეს, თუ საქართველოს აქვს რაიმე შანსი ნორმალურ მომავალზე.
მაგრამ ჯაბა იოსელიანი არ არის ბრმა. ის გრძნობს, რომ რაღაც იცვლება. ის ხედავს, რომ შევარდნაძე იწყებს დისტანცირებას მისგან. ის ამჩნევს, რომ მისი ევროპული ვიზიტები ხდება უფრო რთული, რომ მისი მოძრაობები უფრო მკაცრად კონტროლდება, რომ მისი კონტაქტები უფრო ყურადღებით აკვირდებიან. და ის იწყებს მზადებას. მზადებას იმისთვის, რაც მოდის. მზადებას იმისთვის, რომ იბრძოლოს თავისი პოზიციისთვის. მზადებას იმისთვის, რომ არ დანებდეს ის, რასაც ის თვლის თავისუფლებად, უფლებად იყოს ძალაუფლებაში, უფლებად იყოს აღიარებული, უფლებად იყოს ლეგიტიმური. და აქ იწყება ის, რასაც შეიძლება ეწოდოს ბოლო აქტი ამ ტრაგედიისა. ორი ადამიანი, რომლებიც ერთხელ იყვნენ მოკავშირეები, იწყებენ მოძრაობას ერთმანეთის წინააღმდეგ. ორი სამყარო, რომლებიც ერთხელთან არსებობდნენ უცნაურ სიმბიოზში, იწყებენ გამოყოფას. ორი ლოგიკა, რომლებიც ერთხელ ცდილობდნენ თანაცხოვრებას, იწყებენ შეჯახებას. და ეს შეჯახება იქნება სისხლიანი, ტრაგიკული და გარდაუვალი. რადგან როდესაც ორი ასეთი ძალა ეჯახება ერთმანეთს, შუალედური გზა არ არსებობს. ან ერთი იგებს, ან მეორე. ან ერთი რჩება, ან მეორე. ან ერთი განსაზღვრავს მომავალს, ან მეორე. და საქართველოს ბედი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებდა ამ ბრძოლაში. მაგრამ რა იყო ის, რაც საბოლოოდ განსაზღვრა ამ ბრძოლის შედეგს? რა იყო ის ფაქტორი, რომელმაც გადაწონა სასწორი ერთი მხრიდან? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ფასი გადაიხადა საქართველომ ამ გამარჯვებისთვის? ეს კითხვები დარჩება ღია, მაგრამ ისინი გვიხსნიან იმ რთულ დინამიკას, რომელიც ახასიათებდა იმ ეპოქას, როდესაც არაფერი არ იყო მარტივი, არაფერი არ იყო შავ-თეთრი და ყოველი გადაწყვეტილება იყო კომპრომისი ორ ცუდ ვარიანტს შორის. წარმოიდგინეთ ვალიზა სავსე ოქროს ღერძებითა და დოლარებით, რომელიც სასწრაფოდ ჩაიტვირთა საიდუმლო თვითმფრინავში 21 დეკემბრის ღამეს. ამ თვითმფრინავის პილოტი დღესაც ცოცხალია და ამტკიცებს, რომ ტვირთი მივიდა შვეიცარიაში. მაგრამ ოფიციალურ აქტებში ეს სიმდიდრე არ არსებობს. რამდენი ტონა ოქრო გაქრა ქვეყნის რეზერვებიდან იმ ღამეს? და ვინ ფლობს დღეს საიდუმლო ანგარიშების კოდებს? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, მაგრამ ისინი გვიხსნიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებას იმ ეპოქისა, საიდუმლოებას იმის შესახებ, თუ სად გაქრა საქართველოს სიმდიდრე იმ ქაოსურ წლებში და ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც ისარგებლეს ამ სიტუაციით. ჯაბა იოსელიანის ევროპული ვიზიტები არ იყო მხოლოდ დიპლომატიური მისიები. ისინი იყო ასევე ფინანსური ოპერაციები. დოკუმენტები, რომლებიც გამოჩნდა წლების შემდეგ, აჩვენებს, რომ ჯაბას ჰქონდა ანგარიშები რამდენიმე შვეიცარიულ ბანკში. ეს ანგარიშები არ იყო მის სახელზე, ისინი იყო რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიების სახელზე, რომლებიც არსებობდნენ მხოლოდ ქაღალდზე. ამ კომპანიების დირექტორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს არ გამოჩნდნენ საქართველოში, მაგრამ რომლებსაც ჰქონდათ მჭიდრო კავშირები აღმოსავლეთ ევროპის ბიზნეს წრეებთან. ეს იყო რთული სქემა, რომელიც შექმნილი იყო ერთი მიზნით, ფულის გათეთრება და დამალვა. ჯაბა იოსელიანი არ იყო უბრალო კრიმინალური ავტორიტეტი, ამბობს ერთ-ერთი ყოფილი ფინანსური მრჩეველი, რომელიც მუშაობდა საქართველოს მთავრობასთან იმ წლებში. ის იყო ბიზნესმენი, რომელიც იყენებდა კრიმინალურ მეთოდებს. მას ესმოდა, რომ ძალა მარტო არ არის საკმარისი. მას სჭირდებოდა ფული, ბევრი ფული და მას სჭირდებოდა ეს ფული დაცული ყოფილიყო იქ, სადაც საქართველოს ხელისუფლება ვერ მიაღწევდა. შვეიცარია იყო იდეალური ადგილი ამისთვის. ბანკების საიდუმლოება, სტაბილური პოლიტიკური სისტემა, არავითარი კითხვები იმის შესახებ, საიდან მოდის ფული. 1993 წლის ზამთარში შვეიცარიის ფინანსური პოლიციამ დაიწყო გამოძიება რამდენიმე საეჭვო ტრანზაქციის შესახებ, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოსთან. ამ ტრანზაქციების საერთო თანხა აღემატებოდა $30 მილიონ უზარმაზარი თანხა იმ დროისთვის, განსაკუთრებით ქვეყნისთვის, რომელიც იყო ეკონომიკურ კრიზისში. ფული მოდიოდა სხვადასხვა წყაროდან, ოფიციალური ექსპორტიდან, არაოფიციალური ბიზნესიდან, ზოგჯერ უბრალოდ ნაღდი ფულის სახით, რომელსაც მოაქვს კურიერები. და ყველა ეს ნაკადი მიემართებოდა ერთი მიმართულებით შვეიცარიულ ბანკებში, სადაც ისინი ქრებოდნენ რთულ ფინანსურ სქემებში. მაგრამ ვინ იყო ამ ოპერაციების რეალური ბენეფიციარები? ვინ აკონტროლებდა ამ ფულს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სად არის ეს ფული დღეს? ეს კითხვები რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებად პოსტსაბჭოური საქართველოს ისტორიაში. არსებობს ვერსიები, არსებობს ჭორები, არსებობს ლეგენდები. მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტული დოკუმენტები, კონკრეტული ფაქტები, ისინი რჩება დაფარული. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესებულია, რომ ეს საიდუმლოება დარჩეს საიდუმლოება.
ერთხელ ჟენევაში ყოფნისას მე ვიყავი მოწმე საუბრისა, რომელიც არასოდეს უნდა მომესმინა, იხსენებს ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. ჯაბა საუბრობდა ერთ-ერთ შვეიცარიელ ბანკირთან. ისინი საუბრობდნენ რუსულად, რადგან ბანკირი თავისუფლად ფლობდა ამ ენას. ჯაბა ეკითხებოდა მას, რამდენად უსაფრთხოა ფული შვეიცარიულ ბანკებში, თუ საქართველოში მოხდება რეჟიმის შეცვლა. ბანკირმა უპასუხა, თქვენი ფული უსაფრთხოა, რადგან ის აღარ არის თქვენი ფული. ის არის ჩვენი ბანკის აქტივი, რომელიც მართულია თქვენი ინსტრუქციებით. მაგრამ თუ რაიმე მოხდება თქვენთან, ეს ინსტრუქციები შეიძლება შეიცვალოს. მე მაშინ ვერ გავიგე, რას გულისხმობდა ის. მაგრამ ახლა მესმის, ჯაბა აშენებდა სისტემას, რომელიც უნდა გადაერჩინა მას ნებისმიერ სიტუაციაში. მაგრამ ეს სისტემა ჰქონდა საკუთარი ლოგიკა, რომელიც არ იყო დამოკიდებული მასზე. 1994 წლის გაზაფხულზე, როდესაც დაძაბულობა საქართველოში იზრდება, ჯაბა იოსელიანი აკეთებს რამდენიმე სასწრაფო ვიზიტს შვეიცარიაში. ეს ვიზიტები არ არის ოფიციალური, მას აღარ აქვს დიპლომატიური დავალებები. მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს დიპლომატიური პასპორტი, რომელიც აძლევს მას შესაძლებლობას თავისუფლად გადაადგილდეს. ის იყენებს ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად. ის ხვდება ბანკირებს, ის ხვდება ბიზნესმენებს, ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც შეუძლიათ დაეხმარონ მას, თუ ყველაფერი წავა ცუდად საქართველოში. ის ამზადებს გასასვლელ გზას, ამზადებს რეზერვულ ვარიანტს, ამზადებს გეგმა ბ-ს, მაგრამ ის, რასაც ჯაბა არ იცის, არის ის, რომ მისი ყოველი მოძრაობა აკვირდებიან. შვეიცარიის სპეცსამსახურები, რომლებიც თანამშრომლობენ დასავლეთის დაზვერვასთან, აფიქსირებენ მის ყოველ შეხვედრას, ყოველ ზარს, ყოველ ტრანზაქციას. ისინი აგროვებენ დოსიეს, რომელიც ერთ დღეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მის წინააღმდეგ. ისინი ელოდებიან სწორ მომენტს, რომ მოახდინონ ქმედება. და ეს მომენტი მალე მოვა. 1995 წლის ზაფხულში, როდესაც მხედრიონი იშლება ძალით საქართველოში, შვეიცარიის ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, ჯაბა იოსელიანის ანგარიშები გაყინულ იქნას. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც მოითხოვს მაღალ დონეზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღება, რადგან დასავლეთი უკვე გააკეთა თავისი არჩევანი, მხარი დაუჭირა შევარდნაძეს და არა ჯაბა იოსელიანს. და ეს მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, არამედ ასევე ფინანსურ იზოლაციას ჯაბასთვის. როდესაც ჯაბა იოსელიანი იგებს ამის შესახებ, ის რჩება შოკში. მისი გეგმა, მისი რეზერვული ვარიანტი, მისი გასასვლელი გზა, ყველაფერი ეს უეცრად ხდება მიუწვდომელი. ფული, რომელიც მან წლების განმავლობაში აგროვა, ფული, რომელიც უნდა უზრუნველყოფილიყო მისი მომავალი, ფული, რომელიც იყო მისი უსაფრთხოების გარანტია, ყველაფერი ეს ახლა არის გაყინული, დაბლოკილი, მიუწვდომელი. და ის ხვდება, რომ ის დარჩა მარტო და უცვლელი, მოწყვლადი. ის ხვდება, რომ თამაში დასრულდა და ის წააგო. მაგრამ რა იყო ის ფასი, რომელიც გადაიხადა საქართველომ ამ გამარჯვებისთვის? რამდენი მილიონი დოლარი დარჩა გაყინული შვეიცარიულ ბანკებში? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სად არის ეს ფული დღეს? დაუბრუნდა თუ არა ის ოდესმე საქართველოს? თუ ის ჯერ კიდევ არის იქ დაფარული რთულ ფინანსურ სქემებში, ელოდება იმ დღეს, როდესაც ვინმე იპოვის გასაღებს ამ საიდუმლოებისთვის. ეს კითხვები რჩება ღია და ისინი გვახსენებს, რომ ისტორია არ არის მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლების შესახებ, ის არის ასევე ფულის, ძალაუფლებისა და ადამიანური სიხარბის შესახებ. ცოტა ადამიანმა იცის, რომ უზენაესი ლიდერი, რომელიც საჯაროდ იყო მტკიცე ათეისტი, კანკალებდა წყევლებისა და წინასწარმეტყველებების წინაშე. ჯაბა იოსელიანის პირად არქივებში აღმოჩნდა ჩანაწერი საიდუმლო ვიზიტის შესახებ ერთ-ერთ ცნობილ ასტროლოგთან თბილისში, მხოლოდ 1 წლით ადრე, ვიდრე ყველაფერი დასრულდებოდა. რა უთხრა ამ ადამიანმა მას? რატომ ჯაბამ უეცრად დაიწყო თავისი უახლოესი თანამშრომლების შეცვლა ამ ვიზიტის შემდეგ? დღეს ჩვენ ხსნით მისტიკურ და პარანოიულ მხარეს რეჟიმისა, რომელიც ყოველთვის ცდილობდა გამოჩენილიყო რაციონალურად და ძლიერად. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შიში და ცრურწმენა შეიძლება გავლენა იქონიოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და როგორ ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ათასობით სიცოცხლეს, თავად შეიძლება იყვნენ კონტროლირებული საკუთარი შიშებით. ჯაბა იოსელიანი იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ორ რეალობაში, იხსენებს ერთ-ერთი მისი ყოფილი მრჩეველი, რომელიც მუშაობდა მასთან 1993 წლიდან 1995 წლამდე. დღისით ის იყო რაციონალური, გამოთვლილი, ცივი. მაგრამ ღამით, როდესაც ის რჩებოდა მარტო, ის ხდებოდა სულ სხვა ადამიანი. ის საუბრობდა ნიშნებზე, სიზმრებზე, წინასწარმეტყველებებზე. ის ფიქრობდა, რომ მას ჰყავდა მტრები არა მხოლოდ ამ სამყაროში, არამედ სხვა სამყაროშიც.
ის ფიქრობდა, რომ ვინმე აკეთებდა მისთვის მაგიურ რიტუალებს, ცდილობდა მისი დასუსტებას, მისი გავლენის შემცირებას. 1993 წლის შემოდგომაზე ჯაბა იოსელიანი იწყებს ვიზიტებს ადამიანებთან, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი განსაკუთრებული შესაძლებლობებით. ეს არიან ასტროლოგები, მკითხავები, ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ დაინახონ მომავალი. ჯაბა არ აკეთებს ამას საჯაროდ, ეს ვიზიტები ხდება ღამით, საიდუმლოდ, მხოლოდ ერთ-ორი ახლო ადამიანის თანხლებით. ის ეკითხება მათ ერთსა და იმავე კითხვებს, რა ელის მას? ვინ არის მისი რეალური მტრები? როგორ შეუძლია მან დაიცვას თავი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადარჩება თუ არა ის. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის შესახებ არსებობს დეტალური ჩანაწერი, რომელიც აღმოჩნდა ჯაბას პირად არქივში. ეს ჩანაწერი აღწერს ვიზიტს ერთ-ერთ ცნობილ მკითხავთან, რომელიც ცხოვრობდა თბილისის გარეუბანში. ეს ქალი, რომლის სახელს ჩვენ ვერ გავამჟღავნებთ, უთხრა ჯაბას რაღაცს, რამაც ღრმად შეაშფოთა ის. მან უთხრა, რომ ისხედავს მის გარშემო ბნელ ენერგიას, რომ ვინმე მის ახლოცრიდან აკეთებს მისთვის ზიანს, რომ ეს ადამიანი არის ძალიან ახლოს მასთან, ისეთი ახლოს, რომ ჯაბა ენდობა მას სრულიად. და მან უთხრა, რომ თუ ჯაბა არ იპოვის ამ ადამიანს და არ გაათავისუფლებს თავი მისგან, მისი ბედი იქნება ტრაგიკული. ამ ვიზიტის შემდეგ ჯაბა იოსელიანი იწყებს უცნაურ ქცევას. ის იწყებს თავისი უახლოესი თანამშრომლების ეჭვქვეშ-ყენებას. ის იწყებს მათი მოძრაობების კონტროლს, მათი საუბრების მოსმენას, მათი კავშირების შემოწმებას. ის ხდება პარანოიული, ეჭვიანი, არასტაბილური. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ მასთან, უეცრად აღმოჩნდებიან ეჭვქვეშ. ზოგიერთი მათგანი გათავისუფლებულია, ზოგიერთი გადაყვანილია სხვა პოზიციებზე, ზოგიერთი უბრალოდ ქრება. და ყოველივე ეს ხდება იმის გამო, რომ ჯაბა ეძებს ღალატს თავის წრეში, ღალატს, რომელიც შეიძლება არც არსებობდეს. ეს იყო დასაწყისი ბოლოსი, ამბობს ყოფილი მრჩეველი. როდესაც ლიდერი იწყებს ეჭვს საკუთარ ადამიანებში, როდესაც ის იწყებს მათ ძებნას მტრებს იქ, სადაც უნდა იყვნენ მოკავშირეები, ეს ნიშნავს, რომ სისტემა იშლება შიგნიდან. და ზუსტად ეს მოხდა მხედრიონთან. ჯაბას პარანოია გახდა თვითრეალიზებადი წინასწარმეტყველება. ის ქმნიდა მტრებს იქ, სადაც ისინი არ იყვნენ და ამით ის რეალურად აქცევდა ადამიანებს მტრებად. ადამიანები, რომლებიც ერთგულნი იყვნენ მისდამი, იწყებდნენ ფიქრს, რომ თუ ჯაბა ეჩვობს მათში, მაშინ შეიძლება მათ რეალურად უნდა იფიქრათ საკუთარ უსაფრთხოებაზე. 1994 წლის ზამთარში ჯაბა იოსელიანი აკეთებს კიდევ ერთ საიდუმლო ვიზიტს, ამჯერად არა მკითხავთან, არამედ ერთ-ერთ ცნობილ მართლმადიდებელ მღვდელთან, რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული ძალებით. ეს მღვდელი ცხოვრობს ერთ-ერთ მონასტერში საქართველოს მთიან რეგიონში. ჯაბა მიდის იქ პირადად მარტო, რაც არის უჩვეულო მისთვის. ის ატარებს იქ მთელ დღეს, საუბრობს მღვდელთან, ლოცულობს, ეძებს რაღაცს, შეიძლება პასუხებს, შეიძლება სიმშვიდეს, შეიძლება გამართლებას. რა მოხდა იმ დღეს რჩება საიდუმლოებად, რადგან არც ჯაბა და არც მღვდელი არასოდეს არ ესაუბრნენ ამის შესახებ. მაგრამ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს ჯაბა ამ ვიზიტის შემდეგ, ამბობენ, რომ ის იყო შეცვლილი, უფრო მშვიდი, მაგრამ ასევე უფრო რეზიგნირებული, თითქოს მან მიიღო რაღაც, რაც მან არ სურდა მიეღო. და აქ ჩნდება კითხვა, რა როლი ითამაშა ეს მისტიკური მხარე ჯაბა იოსელიანის ბედში? გავლენა მოახდინა თუ არა მის მარწმენა ნიშნებში, წინასწარმეტყველებებში, ზებუნებრივ ძალებში, მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე? და თუ გავლენა მოახდინა, რამდენად? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, მაგრამ ისინი გვიხსნიან ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ძალაუფლებას, არიან ისევე მოწყვლადნი, ისევე შეშინებულნი, ისევე დაკარგულნი, როგორც ყველა სხვა. მათი ძალა არ იცავს მათ საკუთარი შიშებისგან. მათი პოზიცია არ აძლევს მათ პასუხებს ფუნდამენტურ კითხვებზე. და ზოგჯერ ეს შიშები და ეს კითხვები შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი გარემტერი. 1995 წლის გაზაფხულზე, როდესაც სიტუაცია საქართველოში აღწევს კრიტიკულ წერტილს, ჯაბა იოსელიანი კვლავ ცდილობს იპოვოს პასუხები მისტიკურ წყაროებში. მაგრამ ამჯერად ის აღარ ეძებს წინასწარმეტყველებებს, ის ეძებს გამართლებას. ის ეძებს რაღაც, რაც უთხრა მას, რომ ის გააკეთა სწორი არჩევანი, რომ ის იყო მართალი, რომ ის იყო გმირი და არა ბოროტ მოქმედი. მაგრამ ეს გამართლება არ მოდის. არც ნიშნებიდან, არც სიზმრებიდან, არც წინასწარმეტყველებებიდან. მოდის მხოლოდ სიჩუმე, ცივი, ცარიელი, საშინელი სიჩუმე, რომელიც ამბობს მას, რომ ის დარჩა მარტო. და როდესაც 1995 წლის სექტემბერში მოდის ბოლო, როდესაც მხედრიონი იშლება და ჯაბა იოსელიანი დააპატიმრებენ, ის აღარ ეძებს პასუხებს.
ის აღარ ელოდება ნიშნებს. ის აღარ სჯერა წინასწარმეტყველებებს. რადგან ის მიხვდა, რომ რეალობა არის უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი მისტიკა, რომ ისტორია არის უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი რწმენა, რომ ბედი არის არა ის, რასაც კი წინასწარმეტყველებენ, არამედ ის, რასაც თავად ქმნი თავისი არჩევანებით. და მისი არჩევანები მიიყვანა მას იქ, სადაც ის აღმოჩნდა, ციხეში, იზოლირებული, დამარცხებული, დავიწყებული. მაგრამ რა გაკვეთილი უნდა ამოვიღოთ ჩვენ ამ ისტორიიდან? რა გვეუბნება ჯაბა იოსელიანის მისტიკური მხარე ძალაუფლების ბუნების შესახებ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეგვიძლია ჩვენ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები მომავალში. ეს კითხვები რჩება აქტუალური, რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ეძებენ ძალაუფლებას ნებისმიერი ფასით, ხშირად ამთავრებენ იმით, რომ კარგავენ არა მხოლოდ ძალაუფლებას, არამედ საკუთარ თავსაც. და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, არა პოლიტიკური დამარცხება, არამედ პიროვნული დაკარგვა იმისა, რაც აქცევს ადამიანს ადამიანად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ჯაბა იოსელიანის შესახებ, ყოველი საიდუმლო შეთანხმება ევროპელ პოლიტიკოსებთან, ყოველი ფინანსური სქემა შვეიცარიულ ბანკებში, ყოველი დამალული დოკუმენტი, რომელიც შეეძლო ჩამოეშალა მთელი სისტემა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება, ან გადაარჩინოთ საკუთარი სიცოცხლე. 1995 წლის აგვისტოში ეს ადამიანები გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა მაიძულა ისინი ღალატი ჩაედინათ თავიანთი უზენაესი ლიდერის მიმართ? რა იყო ის ფასი, რომელიც მათ გადაიხადეს ამ გადაწყვეტილებისთვის? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდა თუ არა ჯაბა იოსელიანი, რომ მისი უახლოესი წრე ემზადებოდა მის მიტოვებას? ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა, გარდა ერთისა, საკუთარი შიდა წრის რეალური განწყობებისა, იხსენებს ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მხედრიონიდან, რომელიც დღეს ცხოვრობს სხვა ქვეყანაში და პირველად თანახმა გახდა ესაუბრა ამ თემაზე. ჯაბა ფიქრობდა, რომ ერთგულება იყიდება ფულით, პოზიციებით, შიშით. მაგრამ ის არ ესმოდა, რომ რეალური ერთგულება დგას სხვა საფუძველზე, ის დგას იმედზე, რომ ლიდერი მიგიყვანს უკეთეს მომავალში. და როდესაც ეს იმედი კვდება ყველაფერი. ეს სიტყვები ხსნის იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა მხედრიონის შიდა წრეში 1994 წლის ბოლოდან 1995 წლის ზაფხულამდე, პროცესს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ნელი დაშლა. ყველაფერი დაიწყო მცირე ნიშნებით, რომლებსაც ჯაბა იოსელიანი არ აქცევდა ყურადღებას. შეხვედრები, რომლებიც იწყებოდა დაგვიანებით. საუბრები, რომლებიც უეცრად წყდებოდა, როდესაც ის შემოდიოდა ოთახში. თვალის კონტაქტი, რომელიც გაურბოდა. ეს იყო მცირე რამ, თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ ისინი იყო სიმპტომები უფრო ღრმა პრობლემისა. მხედრიონის შიდა წრე იწყებდა გაგებას, რომ ჯაბას ევროპული ამბიციები, მისი დიპლომატიური თამაშები, მისი მცდელობა გახდეს ლეგიტიმური პოლიტიკური ფიგურა, ყოველივე ეს არ მიჰყავდა არსად. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი აზიანებდა მათ პოზიციებს, აქცევდა მათ სამიზნედ დასავლეთის სპეცსამსახურებისთვის, აკეთებდა მათ მოწყვლადებს. 1994 წლის ზამთარში იწყება რაღაც, რაც შეიძლება ეწოდოს პარალელური დიპლომატია. რამდენიმე მაღალჩინოსანი მხედრიონიდან იწყებს საიდუმლო კონტაქტებს შევარდნაძეს გარემოცვასთან. ეს კონტაქტები არ არის პირდაპირი, ისინი ხდება მესამე პირების მეშვეობით, ხშირად ადამიანების მეშვეობით, რომლებიც არ არიან პირდაპირ დაკავშირებულნი არც მხედრიონთან და არც მთავრობასთან. საუბრები არის ფრთხილი, ირიბი, სავსე ნახევრად გაგებული მინიშნებებით. მაგრამ მესიჯი არის მკაფიო, ჩვენ ვართ მზად ვისაუბროთ, თუ არსებობს გზა, რომელიც გადაარჩენს ჩვენ და ქვეყანას ერთდროულად. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, აგრძელებს ყოფილი მაღალჩინოსანი. ჩვენ ვიცოდით, რომ ჯაბა იოსელიანი იყო ჩვენი ლიდერი, ადამიანი, რომელმაც შექმნა მხედრიონი, ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვუვლიდით ერთგულებას. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ მისი გზა მიგვიყვანდა კატასტროფისკენ. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ იზოლირდებოდა საქართველოს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ იზრდებოდა ზეწოლა დასავლეთიდან. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ ემზადებოდა შევარდნაძე რაღაც დიდისთვის. და ჩვენ უნდა გვეარჩია, კვდებოდით ჯაბასთან ერთად, თუ ეცადეთ გადაგვერჩინა საკუთარი თავი და შეიძლება ქვეყანაც. 1995 წლის გაზაფხულზე ეს პარალელური დიპლომატია გადადის ახალ ფაზაში. იწყება კონკრეტული მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ მხედრიონი არ გაუწევს წინააღმდეგობას მის დაშლას. რა გარანტიები იქნება მოცემული? რა პოზიციები შეინარჩუნებენ ისინი, ვინც თანამშრომლობას გამოხატავს?
რა იქნება მათი ოჯახების ბედი? ეს არის რთული, ტექნიკური საუბრები, სადაც ყოველი სიტყვა აწონდა-წონილია, ყოველი პირობა დეტალურად განიხილება. და ყოველივე ეს ხდება ჯაბა იოსელიანის ზურგს უკან, ადამიანისა, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. მაგრამ იყო თუ არა ჯაბა სრულიად ბრმა ამ პროცესების მიმართ. ზოგიერთი მოწმე ამტკიცებს, რომ ის გრძნობდა რაღაცას. მე ვიყავი მასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, დაახლოებით 2 თვით ადრე, ვიდრე ყველაფერი დასრულდებოდა, იხსენებს სხვა ყოფილი თანამშრომელი. ის უყურებდა თავის უახლოეს ადამიანებს და უეცრად თქვა, თქვენ ფიქრობთ, რომ მე არ ვიცი, რას ფიქრობთ. თქვენ ფიქრობთ, რომ მე არ ვხედავ, როგორ უყურებთ ერთმანეთს. მაგრამ მე ვიცი ყველაფერი. და მე ვიცი, რომ როდესაც მოვადრო, ზოგიერთი თქვენგანი აირჩევს საკუთარ თავს ჩემს ნაცვლად. და ეს არის ნორმალური. ეს არის ბუნება. ჩვენ ყველანი დავრჩით შოკში. ჩვენ არ ველოდით, რომ ის ამას თქვამდა. მაგრამ შემდეგ ის გაიღიმა და დაამატა, მაგრამ ის, ვინც ამას გააკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ის იცხოვრებს ამ არჩევანით მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. ეს სიტყვები იყო წინასწარმეტყველება, რომელიც აღსრულდა 1995 წლის აგვისტოში, როდესაც მთავრობა იწყებს ოპერაციას მხედრიონის დასაშლელად, ჯაბა იოსელიანი შიდა წრიდან რამდენიმე მთავარი ფიგურა უბრალოდ ქრება. ისინი არ ებრძვიან. ისინი არ აწყობენ წინააღმდეგობას. ისინი უბრალოდ ტოვებენ თავიანთ პოზიციებს და ქრებიან. ზოგიერთი მათგანი გადადის მთავრობის მხარეს. ზოგიერთი უბრალოდ ტოვებს ქვეყანას. ზოგიერთი ერევა ჩრდილში და აღარასოდეს გამოჩნდება საჯაროდ. მაგრამ ყველა მათგანი აკეთებს ერთსა და იმავეს, ისინი ტოვებენ ჯაბა იოსელიანს მარტო. ეს იყო ყველაზე მძიმე მომენტი, ამბობს ერთ-ერთი მათგანი. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვკარგავდით ძალაუფლებას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვკარგავდით პოზიციებს. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ ვტოვებდით ადამიანს, რომელიც ერთხელ იყო ჩვენი ლიდერი. და ჩვენ ვიცოდით, რომ ის იცოდა ამას. და ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ღალატი, რამდენადაც ჩვენ არ გვინდოდა ამის აღიარება. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ ჩვენ არ გვქონდა არჩევანი. რადგან ალტერნატივა იყო კიდევ უფრო საშინელი, დარჩენა გემზე, რომელიც იძირებოდა და წასვლა ფსკერზე მასთან ერთად. და აქ ჩნდება ის კითხვა, რომელიც აწუხებს ამ ადამიანებს დღემდე, იყო თუ არა ეს ღალატი? ან იყო ეს გადარჩენის ინსტინქტი? იყო ეს სისუსტე? ან იყო ეს გონივრული არჩევანი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეეძლო თუ არა მათ სხვაგვარად მოქცევა? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, რადგან თითოეული მათგანი იძლევა სხვადასხვა პასუხს, დამოკიდებულია იმაზე, თუ ის ეკითხებით. მაგრამ ერთი რამ არის მკაფიო, ეს არჩევანი შეცვალა არა მხოლოდ მათი ცხოვრება, არამედ საქართველოს ისტორიაც. რადგან ის, რაც მოხდა 1995 წლის სექტემბერში, არ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ჯაბა იოსელიანი შიდაწრე რჩებოდა ერთგული მის მიმართ. მხედრიონის უსაფრთხოების სამსახური ინახავდა დოსიეებს, სპეციალური კოდით ულტრასეკრეტი დოსიეებს იმდენად საიდუმლოს, რომ არსებობდა მხოლოდ 2 ასლი მთელ ორგანიზაციაში. ამ დოსიეებში იყო ინფორმაცია ჯაბა იოსელიანის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი ფსიქოლოგიური პროფილის შესახებ და რაღაც ბევრად უფრო შოკისმომგვრელი, დეტალური ჩანაწერები მისი პირადი საუბრებისა უახლოეს თანამშრომლებთან, სადაც ის საუბრობდა თავის შიშებზე, თავის ეჭვებზე, თავის გეგმებზე. რატომ ეს დოსიეები განადგურდა ზუსტად იმ დღეს, როდესაც მხედრიონი დაიშალა? ვინ გააკეთა ბრძანება მათი განადგურების შესახებ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია იყო ამ დოსიეებში, რომელიც იმდენად საშიში იყო, რომ მისი არსებობა არ შეიძლებოდა დაშვებულიყო. არქივები იყო ყველაზე ძვირფასი აქტივი, რომელიც ჰქონდა მხედრიონს, ამბობს ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ დოკუმენტების შენახვაზე. ისინი იყო ჩვენი დაზღვევა. ისინი იყო ჩვენი იარაღი. ისინი იყო ის, რაც იცავდა ჩვენ, რადგან ყველა იცოდა, რომ თუ რაიმე მოხდებოდა ჩვენთან, ეს დოკუმენტები გამოჩნდებოდა და გაანადგურებდა ბევრ ადამიანს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ეს სიტყვები ხსნის იმ ძალას, რომელიც ჰქონდა ამ არქივებს. ისინი იყო არა მხოლოდ ისტორიული ჩანაწერები, ისინი იყო პოლიტიკური ბომბები, რომლებიც შეეძლოთ აფეთქება ნებისმიერ მომენტში. 1993 წლიდან 1995 წლამდე მხედრიონის არქივები იზრდებოდა ყოველდღიურად. ყოველი შეხვედრა, ყოველი საუბარი, ყოველი გარიგება, ყველაფერი ფიქსირდებოდა. არა იმიტომ, რომ ჯაბა იოსელიანი სურდა შექმნილიყო ისტორიული ჩანაწერი.
არამედ იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ ინფორმაცია არის ძალა და რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თავდაცვისთვის, ისე თავდასხმისთვის. დოკუმენტები ინახებოდა სპეციალურ სეიფებში, რომლებიც განთავსებული იყო რამდენიმე სხვადასხვა ადგილას თბილისში. მხოლოდ 3 ადამიანი იცოდა ყველა ამ ადგილის შესახებ, თავად ჯაბა, მისი უსაფრთხოების უფროსი და ერთი სანდო ადამიანი, რომლის სახელი არასოდეს არ გამჟღავნებულა. მაგრამ რა იყო ამ დოკუმენტებში? რა ინფორმაცია იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მისი დაცვა მოითხოვდა ასეთ სიფრთხილეს? პირველ რიგში იქ იყო დეტალური ჩანაწერები ჯაბა იოსელიანის ყველა ფინანსური ოპერაციის შესახებ, ანგარიშების ნომრები, ტრანზაქციების თარიღები, თანხები, ბენეფიციარები. ეს ინფორმაცია მარტო შეეძლო ჩამოეშალა არა მხოლოდ ჯაბა, არამედ ათობით სხვა ადამიანიც, რომლებიც იყვნენ ჩართულნი ამ სქემებში. მეორე იქ იყო ჩანაწერები საიდუმლო შეხვედრების შესახებ, ვისთან ხვდებოდა ჯაბა, რაზე საუბრობდნენ, რა შეთანხმებები დადებულიყო. ეს ინფორმაცია შეეძლო გამოეყენებინა როგორც შანტაჟისთვის, ისე პოლიტიკური ზეწოლისთვის. მესამე და შეიძლება ყველაზე საშიში იქ იყო ჩანაწერები ჯაბა იოსელიანის პირადი საუბრებისას, სადაც ის საუბრობდა თავის რეალურ აზრებზე სხვადასხვა ადამიანების შესახებ, შევარდნაძეზე, სხვა პოლიტიკურ ფიგურებზე, უცხოელ დიპლომატებზე. ეს საუბრები ჩაიწერა ფარულად, ხშირად თავად ჯაბას ცოდნის გარეშე, მისი უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ისინი ხსნიდნენ მის რეალურ პოზიციებს, მის რეალურ გეგმებს, მის რეალურ შიშებს. და ეს ინფორმაცია იყო დინამიტი, რომელიც შეეძლო აფეთქება ნებისმიერ მომენტში. ერთხელ დაახლოებით 1994 წლის შემოდგომაზე, ჯაბამ მითხრა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება, იხსენებს ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. ჩვენ ვსაუბრობდით არქივების უსაფრთხოებაზე და მან მითხრა, ეს დოკუმენტები არის ჩემი სიცოცხლის დაზღვევა. მაგრამ ისინი ასევე არის ჩემი სიკვდილის გარანტია, თუ ისინი აღმოჩნდებიან არასწორ ხელებში. ამიტომ, თუ რაიმე მოხდება ჩემთან, თუ მე აღარ ვიქნები აქ, ეს დოკუმენტები უნდა განადგურდეს. არა იმიტომ, რომ მე მინდა დავმალო რაღაც, არამედ იმიტომ, რომ მე არ მინდა, რომ ისინი გამოყენებულ იქნას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მე მენდობოდნენ. ეს იყო პარადოქსი, ადამიანი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას როგორც იარაღს, ამავე დროს ფიქრობდა მის განადგურებაზე, რომ დაეცვა ისინი, ვისაც ეს ინფორმაცია იყო. 1995 წლის აგვისტოში, როდესაც ხდება აშკარა, რომ მხედრიონის დღეები დათვლილია, იწყება ფებრილური მოძრაობა არქივების გარშემო. ჯაბა იოსელიანი იძლევა ბრძანებას, ყველაზე მგრძნობიარე დოკუმენტები უნდა გადატანილ იქნას უსაფრთხო ადგილას. მაგრამ სად არის ეს უსაფრთხო ადგილი, როდესაც მთელი ქვეყანა ხდება საშიში? ზოგიერთი დოკუმენტი გადატანილია პირად სახლებში. ზოგიერთი დამარხულია სხვადასხვა ადგილებში თბილისში. ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გადაეცემა სანდო ადამიანებს ინსტრუქციით, თუ რაიმე მოხდება, განადგურეთ ისინი. და როდესაც მოდის 1995 წლის სექტემბრის 38, როდესაც სპეცრაზმი შემოდის მხედრიონის შტაბში, პირველი რამ, რასაც ისინი ეძებენ, არის არქივები. მაგრამ ისინი პოულობენ მხოლოდ ცარიელ სეიფებს და ნაცარს. დოკუმენტები, რომლებიც შეეძლოთ გამოეხატათ მთელი ეპოქის ისტორია, რომლებიც შეეძლოთ უპასუხათ ათობით კითხვაზე, რომლებიც შეეძლოთ გამოეხატათ ათობით ადამიანის რეალური როლი იმ მოვლენებში, ყველა ისინი გაქრნენ. განადგურებულნი. დაწვილნი. გაქრობილნი კვალის გარეშე. ეს იყო ყველაზე დიდი დანაკარგი, ამბობს ერთ-ერთი ისტორიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს აღადგინოს იმ ეპოქის ისტორია. ჩვენ დავკარგეთ არა მხოლოდ დოკუმენტები. ჩვენ დავკარგეთ ჭეშმარიტება. ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა გავიგოთ, რა რეალურად მოხდა იმ წლებში. და ეს დანაკარგი არის შეუქცევადი, რადგან ადამიანები, რომლებმაც იციან ჭეშმარიტება, ან აღარ არიან ცოცხალნი, ან არ აპირებენ საუბარს. ეს სიტყვები ხსნის იმ ტრაგედიას, რომელიც მოჰყვა არქივების განადგურებას, ტრაგედიას, რომელიც აგრძელებს გავლენას საქართველოს საზოგადოებაზე დღემდე. მაგრამ განადგურდა თუ არა რეალურად ყველა დოკუმენტი? ან შეიძლება ზოგიერთი მათგანი გადარჩა? არსებობს ლეგენდები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადაიტანეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ ისინი ინახება სადღაც უსაფრთხო ადგილას, ელოდებიან იმ დღეს, როდესაც მათი გამოქვეყნება იქნება უსაფრთხო. არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა ამ დოკუმენტებზე, გააკეთა ასლები და ინახავს მათ როგორც პირად დაზღვევას. მაგრამ ეს არის მხოლოდ ლეგენდები და ჭორები. კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს. და შესაძლოა არასოდეს არ გამოჩნდეს. რა იყო ის, რაც რეალურად დაიკარგა ამ არქივების განადგურებით? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ სრულ პასუხს.
მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ. ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა გავიგოთ სრული სურათი იმ ეპოქისა, გავიგოთ ყველა მოთამაშის რეალური როლი, გავიგოთ ყველა გადაწყვეტილების რეალური მოტივაცია. და ეს დანაკარგი არის შეუქცევადი, რადგან ისტორია, რომელიც არ არის დოკუმენტირებული, არის ისტორია, რომელიც იკარგება დროთა განმავლობაში, ჩანაცვლებული ლეგენდებით, მითებით და ნახევრად ჭეშმარიტებებით. ფიქრობთ ბოლო ადამიანზე, რომელსაც სრულიად ენდობით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი გღალატობთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ბნელ დღეს. ზუსტად ეს მოუვიდა ჯაბა იოსელიანს. ადამიანი მისი შიდა წრიდან, ადამიანი, რომელსაც ის ენდობოდა უპირობოდ, გაკიდა ის მთავრობას. მხედრიონის ყოფილი კადრები იციან ეს ისტორია. მათ ინახავდნენ დუმილს 25 წელი. დღეს, პირველად ისინი იტყვიან ჭეშმარიტებას საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი ღალატის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ შეცვალა მთელი ქვეყნის ბედი და რატომ ეს ღალატი იყო ერთდროულად ყველაზე პირადი და ყველაზე პოლიტიკური აქტი იმ ეპოქისა. მთავარი ბოროტმოქმედი ასე უწოდებდნენ მას ისინი, ვინც იცოდა ჭეშმარიტება. მაგრამ მისი სახელი არასოდეს არ გამჟღავნებულა საჯაროდ. ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ჯაბა იოსელიანის გვერდით თავიდანვე, ადამიანი, რომელიც იცნობდა ყველა საიდუმლოებას, ყველა გეგმას, ყველა სისუსტეს. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჯაბა ენდობოდა იმდენად, რომ უზიარებდა მას თავის ყველაზე პირად აზრებს, თავის ყველაზე ღრმა შიშებს. და ზუსტად ეს ადამიანი გახდა ის, ვინც გაკიდა ის. ღალატი არ იყო მომენტალური გადაწყვეტილება, ამბობს ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც იცნობდა მთავარ ბოროტმოქმედს პირადად. ეს იყო პროცესი, რომელიც გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. ის იწყებოდა მცირე ეჭვებით, მცირე უკმაყოფილებით, მცირე შიშით. შემდეგ ეს ეჭვები იზრდებოდა, უკმაყოფილება ღრმავდებოდა, შიში ხდებოდა პანიკა. და ბოლოს მოდიოდა მომენტი, როდესაც ის იღებდა გადაწყვეტილებას, ან ის რჩება ჯაბასთან და იღუპება მასთან ერთად, ან ისტოვებს მას და ცდილობს გადაარჩინოს საკუთარი თავი. ეს სიტყვები ხსნის იმ ფსიქოლოგიურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა მთავარი ბოროტმოქმედის თავში იმ კრიტიკულ თვეებში. 1994 წლის ბოლოდან 1995 წლის ზაფხულამდე, მთავარი ბოროტმოქმედი იწყებს საიდუმლო კონტაქტებს შევარდნაძეს გარემოცვასთან. ეს კონტაქტები არის ფრთხილი, ირიბი, სავსე ორაზროვნებით. მაგრამ მათი მიზანი არის მკაფიო, ის ეძებს გზას, რომ გადავიდეს მეორე მხარეს, მაგრამ ისე, რომ ეს გადასვლა იყოს მაქსიმალურად მომგებიანი მისთვის. ის სთავაზობს ინფორმაციას ჯაბა იოსელიანის გეგმების შესახებ, მისი სისუსტეების შესახებ, მისი კონტაქტების შესახებ. ის სთავაზობს დახმარებას იმაში, რომ მხედრიონის დაშლა მოხდეს მინიმალური წინააღმდეგობით. და ის ითხოვს სანაცვლოდ დაცვას, გარანტიებს, ახალ პოზიციას ახალ სისტემაში. ეს იყო ყველაზე ცინიკური გარიგება, რომელიც მეოდესმე მინახავს, აგრძელებს ყოფილი მაღალჩინოსანი. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჯაბას მარჯვენა ხელი, ახლა იყიდებოდა მის მტრებს. და ის აკეთებდა ამას არა იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაიმე იდეოლოგიური მოტივაცია, არა იმიტომ, რომ ის ფიქრობდა, რომ ეს იყო სწორი საქართველოსთვის. ის აკეთებდა ამას მხოლოდ ერთი მიზეზით გადარჩენა. ის იცოდა, რომ ჯაბა იოსელიანის გემი იძირებოდა და ის არ აპირებდა წასვლას ფსკერზე მასთან ერთად. 1995 წლის აგვისტოში მთავარი ბოროტმოქმედი აკეთებს გადამწყვეტ ნაბიჯს. ის აწვდის მთავრობას დეტალურ ინფორმაციას მხედრიონის სტრუქტურის შესახებ, სად არის მათი შტაბები, სად ინახება იარაღი, ვინ არიან მთავარი ფიგურები, რა არის მათი სისუსტეები. ეს ინფორმაცია არის ის, რაც საშუალებას აძლევს მთავრობას დაგეგმოს ოპერაცია მხედრიონის დასაშლელად მინიმალური მსხვერპლით. ეს ინფორმაცია არის ის, რაც აქცევს მთავარ ბოროტმოქმედს ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად მთელ ამ ოპერაციაში. და ეს ინფორმაცია არის ის, რაც ბეჭდავს მას როგორც ღალატს ისტორიაში. მაგრამ იცოდა თუ არა ჯაბა იოსელიანი ამის შესახებ. ზოგიერთი მოწმე ამტკიცებს, რომ ის გრძნობდა რაღაცას. დაახლოებით 2 კვირით ადრე, ვიდრე ყველაფერი დასრულდებოდა, ჯაბამ მითხრა რაღაც უცნაური, იხსენებს ერთ-ერთი მისი ახლო თანამშრომელი. ჩვენ ვიჯექით მის ოფისში, გვიან საღამოს და ის უყურებდა ფანჯარას. უეცრად მან თქვა, შენ იცი რა არის ყველაზე საშინელი ღალატი? არა ის, როდესაც გღალატობს მტერი. არამედ ის, როდესაც გღალატობს ადამიანი, რომელსაც შენ თვლი მეგობრად. რადგან მტრის ღალატი არის მოსალოდნელი. მაგრამ მეგობრის ღალატი არის რაღაც, რისთვისაც შენ არასოდეს არ ხარ მზად. მე მაშინ ვერ გავიგე, რას გულისხმობდა ის. მაგრამ ახლა მესმის, ის იცოდა.
ის გრძნობდა, რომ ვინმე მის ახლო წრიდან ემზადებოდა მის მიტოვებას. და როდესაც მოდის 1995 წლის სექტემბრის 38, როდესაც სპეცრაზმი შემოდის მხედრიონის შტაბში, ჯაბა იოსელიანი არ აწყობს წინააღმდეგობას. ის უბრალოდ ზის თავის ოფისში და ელოდება. და როდესაც მას ეუბნებიან, რომ ის დაპატიმრებულია, ის ეკითხება მხოლოდ ერთ კითხვას: ვინ? ის არ ეკითხება რატომ, ის არ ეკითხება როგორ, ის ეკითხება მხოლოდ ვინ, რადგან ის უნდა იცოდეს, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც გაყიდა ის. და როდესაც მას ეუბნებიან სახელს, ის უბრალოდ კივის. არა რაიმე სიტყვებს. უბრალოდ კივის. და ეს კივილი ამბობს ყველაფერს, ტკივილს, ღალატის შეგრძნებას, რეალიზაციას იმისა, რომ ის იყო მართალი, რომ ის იცოდა, მაგრამ არ სურდა დაჯერება. მთავარი ბოროტ მოქმედი იღებს ახალ პოზიციას ახალ სისტემაში. ის იღებს დაცვას, გარანტიებს, ახალ ცხოვრებას. მაგრამ ის ასევე იღებს რაღაც სხვას, ტვირთს, რომელსაც ის ატარებს დღემდე. ტვირთს იმის შეგნების, რომ ის გახდა ის ადამიანი, რომელმაც ღალატი ჩაიდინა. ტვირთს იმის შეგნების, რომ მისი სახელი, თუ ოდესმე გამჟღავნდება, იქნება სინონიმი ღალატისა. ტვირთს იმის შეგნების, რომ ის გააკეთა არჩევანი, რომელიც შეიძლება იყო რაციონალური, შეიძლება იყო გონივრული, მაგრამ რომელიც არასოდეს იქნება გამართლებული მათ თვალში, ვინც აფასებს ერთგულებას უფრო მაღლა, ვიდრე გადარჩენას. და აქ ჩნდება ის კითხვა, რომელიც აწუხებს ყველას, ვინც იცის ეს ისტორია, იყო თუ არა მთავარი ბოროტ მოქმედი რეალურად ბოროტ მოქმედი. ან იყო ის უბრალოდ ადამიანი, რომელმაც გააკეთა რთული არჩევანი რთულ სიტუაციაში. იყო ის ღალატი. ან იყო ის გადარჩენის ინსტინქტი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეეძლო თუ არა მას სხვაგვარად მოქცევა. ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, რადგან თითოეული ჩვენგანი იძლევა სხვადასხვა პასუხს, დამოკიდებულია ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს გამოცდილებაზე, ჩვენს ხედვაზე იმისა, თუ რა არის სწორი და რა არის არასწორი. მაგრამ ერთი რამ არის მკაფიო, ეს ღალატი შეცვალა ისტორიის მსვლელობა. ის გახადა შესაძლებელი მხედრიონის დაშლა მინიმალური ძალადობით. ის გადაარჩინა ასობით, შეიძლება ათასობით სიცოცხლე, რომლებიც დაიკარგებოდა, თუ ოპერაცია ჩატარდებოდა ინფორმაციის გარეშე. მაგრამ ის ასევე დატოვა ნაციბური საქართველოს საზოგადოებაზე, ნაციბური ღალატისა, ნდობის დაკარგვისა, იმის შეგნებისა, რომ ყველაზე ახლო ადამიანებიც კი შეიძლება გღალატონ, თუ ფასი არის სწორი. და ეს ნაციბური რჩება დღემდე გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ პოლიტიკას, როგორ ვუყურებთ ძალაუფლებას, როგორ ვუყურებთ ერთმანეთს. პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჯაბა იოსელიანის პირად უსაფრთხოებაზე მის ევროპულ მისიებზე, თანახმა გახდა ესაუბრა კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს რეჟიმის ბოლო კვირების შესახებ, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით. პირადი საუბრებიდან ჯაბასა და ევროპელ დიპლომატებს შორის საიდუმლო შეხვედრებამდე, რომლებიც არასოდეს არ გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში, იმ მომენტამდე, როდესაც მან მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სუნთქვას შეგიკავებთ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა კრიმინალური ავტორიტეტი გახდეს საერთაშორისო დიპლომატი და რატომ ეს ექსპერიმენტი იყო განწირული წარუმატებლობისთვის თავიდანვე. ბოლო ვიზიტი ჟენევაში იყო სრულიად განსხვავებული ყველა წინასწარისგან, იხსენებს ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი, რომლის სახელს ჩვენ ვერ გავამჟღავნებთ. ეს იყო 1995 წლის ივლისი. ჯაბა იცოდა, რომ რაღაც იცვლებოდა თბილისში. მას აღარ ჰქონდა ის თავდაჯერებულობა, რომელიც ახასიათებდა მას ადრე. ის ხვდებოდა შვეიცარიელ ბანკირებს, ცდილობდა გაერკვია, რა ხდებოდა მის ანგარიშებთან. მაგრამ ისინი აღარ იყვნენ ისეთი ღია, როგორც ადრე. ისინი საუბრობდნენ ბუნდოვნად, იყენებდნენ იურიდიულ ტერმინებს, რომლებიც არაფერს ნიშნავდა. და ჯაბა ხვდებოდა, რომ ის კარგავდა კონტროლს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აქაც, ევროპაშიც, სადაც ის ფიქრობდა, რომ ჰქონდა უსაფრთხო თავშესაფარი. იმ ვიზიტის დროს მოხდა რაღაც, რაც ჯაბა იოსელიანმა არასოდეს არ მოელოდა. ერთ-ერთ დიპლომატიურ მიღებაზე, სადაც ის წარმოადგენდა საქართველოს, მასთან მივიდა ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი და ჩუმად უთხრა: მისტერ იოსელიანი, თქვენი დრო გავიდა. თქვენმა მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. თქვენ უნდა მოემზადოთ. ეს იყო პირდაპირი, ბრუტალური, შოკის მომგვრელი. ჯაბას სცადა გაერკვია, რას გულისხმობდა ეს ადამიანი, მაგრამ დიპლომატი უბრალოდ გაიღიმა და გაიარა. მე ვიყავი იქ, ვიდი ამ სცენას, აგრძელებს უსაფრთხოების ოფიცერი. ჯაბას სახე გაუფერულდა. ის დარჩა უძრავად რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ უბრალოდ გავიდა დარბაზიდან.
ჩვენ დაუბრუნდით სასტუმროში და მთელი ღამის განმავლობაში ისიდა ოთახში, ლაპარაკობდა ტელეფონით. ცდილობდა გაერკვია, რა ხდებოდა თბილისში. მაგრამ არავინ პასუხობდა მის ზარებს. ან უფრო სწორად ისინი, ვინც პასუხობდა, ამბობდნენ, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მათი ხმები იყო ცივი, დისტანცირებული. ჯაბა იოსელიანი დაბრუნდა თბილისში 1995 წლის აგვისტოს დასაწყისში. ის იცოდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის არ იცოდა რა. მისი შიდა წრე იყო უცნაურად მშვიდი. ზედმეტად მშვიდი. ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ იყვნენ ხმაურიანი, აქტიური, ენერგიული, ახლა იყვნენ ჩუმნი, თავშეკავებულნი, თითქოს ელოდნენ რაღაცას. ეს იყო სიჩუმე ქარიშხლის წინ, ამბობს ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი. ყველა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა, მაგრამ არავინ იცოდა ზუსტად რა და როდის. ჩვენ ვიცოდით მხოლოდ ერთი რამ, რომ ჯაბა იოსელიანის ეპოქა მთავრდებოდა და ჩვენ უნდა გვიარჩია, თუ სად ვიქნებოდით, როდესაც ეს მოხდებოდა. 1995 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ჯაბა იოსელიანი იწყებს ფებრილურ მოძრაობას. ის ცდილობს შეკრიბოს თავისი ყველაზე ერთგული ადამიანები, ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები, ცდილობს მოამზადოს თავდაცვა. მაგრამ ის აღმოჩნდება, რომ ადამიანები, რომლებზეც ის ყოველთვის ეყრდნობოდა, აღარ არიან ხელმისაწვდომნი. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ქრება. ზოგიერთი ამბობს, რომ დაავადებულია. ზოგიერთი პირდაპირ ამბობს, რომ მას აღარ შეუძლია დახმარება. ეს იყო მომენტი, როდესაც ჯაბა მიხვდა, რომ ის დარჩა მარტო, აგრძელებს ყოფილი მაღალჩინოსანი. ის იყო ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება აშენა ძალაზე, კავშირებზე, ერთგულებაზე. და ახლა ის ხედავდა, რომ ყოველივე ეს იყო ილუზია. რომ როდესაც რეალური კრიზისი მოდის, ყველა ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. 1995 წლის აგვისტოს 25 ჯაბა იოსელიანს ეძლევა ბოლო შანსი. შევარდნაძეს გარემოცვა უგზავნის მას საიდუმლო შეტყობინებას, თუ ის დათანხმდება მხედრიონის ნებაყოფლობით დაშლას, თუ ის დათანხმდება პოლიტიკიდან წასვლას, მას შეეძლება შეენარჩუნებინა თავისუფლება და გარკვეული გარანტიები. ეს არის ულტიმატუმი, შეფუთული დიპლომატიურ ენაში. ჯაბა იოსელიანი უარს ამბობს. ის ამბობს, რომ ის არ დანებდება ის, რისთვისაც ის იბრძოდა. ის ამბობს, რომ მხედრიონი არის მისი ცხოვრების საქმე და ის არ მიატოვებს მას. ის ამბობს, რომ თუ მათ სურთ მისი დაშლა, მათ მოუწევთ ძალის გამოყენება. ეს იყო ჯაბას ბოლო აქტი დეფიანსისა, ამბობს ერთ-ერთი მოწმე. ის იცოდა, რომ ის წააგებდა. მაგრამ ის არ აპირებდა დანებებულიყო ისე, რომ არ ებრძოლა. მაგრამ ეს ბრძოლა არასოდეს არ მოხდა. რადგან 1995 წლის სექტემბრის 38, როდესაც სპეცრაზმი შემოდის მხედრიონის შტაბში, ისინი არ პოულობენ წინააღმდეგობას. ისინი პოულობენ მხოლოდ ცარიელ შენობებს, მიტოვებულ პოზიციებს და ჯაბა იოსელიანს, რომელიც ის თავის ოფისში, მარტო დამარცხებული, მიტოვებული ყველას მიერ, ვისაც ის ოდესმე ეყრდნობოდა. ეს არის ბოლო სცენა ერთი ეპოქისა, როდესაც კრიმინალური სამყარო ცდილობდა შეღწევას პოლიტიკაში და როდესაც ეს ცდა დასრულდა სრული კატასტროფით. რა იყო ის, რაც რეალურად მოხდა იმ დღეებში? რატომ ჯაბა იოსელიანის ყველაზე ერთგული ადამიანები მიატოვეს მას ბოლო მომენტში? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეეძლო თუ არა მას თავიდან აეცილებინა ეს ბედი, თუ ის გააკეთებდა სხვა არჩევანს ადრე. ეს კითხვები რჩება ღია, მაგრამ ისინი გვიხსნიან ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს, ძალა, რომელიც აშენებულია შიშზე და პირად ერთგულებაზე, არის ძალა, რომელიც ქრება პირველივე რეალური კრიზისის დროს. რადგან რეალური ძალა არ არის ის, რაც შენ აქვს, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის. რეალური ძალა არის ის, რაც შენთან რჩება, როდესაც ყველაფერი ინგრევა. ჯაბა იოსელიანის პირად სეიფში, რომელიც გაიხსნა მისი დაპატიმრების შემდეგ, აღმოჩნდა ჩანაწერი, რომელიც არ უნდა არსებულიყო არასოდეს. ეს იყო ხელით დაწერილი სია, არა სასყიდლის სია, არამედ სახელების სია. 15 სახელი გენერლებისა და ახლო თანამშრომლებისა, რომლებიც უნდა აღმოფხვრილიყვნენ ახალი წლის შემდეგ. ეს ქაღალდის ნაჭერი ხსნის ყველაფერს. როდესაც გენერლებმა დაინახეს ეს სია, მათ მიხვდნენ, ან ის, ან ჩვენ. იყო თუ არა მათი ღალატი გმირობის აქტი, თუ უბრალოდ სასოწარკვეთილი ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ყველას, ვინც იცის ეს ისტორია. და ეს არის კითხვა, რომელზეც არასოდეს არ იქნება ერთი სწორი პასუხი. შავი სია, ასე უწოდებდნენ მას ისინი, ვინც იცოდა მისი არსებობის შესახებ. მაგრამ უმეტესობამ არ იცოდა, რომ ეს სია არსებობდა, სანამ არ იყო გვიან.
მე პირველად გავიგე ამის შესახებ 1995 წლის აგვისტოში იხსენებს ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის სახელი იყო ამ სიაში. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ჰქონდა ცდომა ჯაბას პირად საბუთებზე, მითხრა ჩუმად, შენ უნდა იცოდე რაღაც. შენი სახელი არის სიაში. და არა მარტო შენი. მე პირველად არ დავიჯერე. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო რაღაც შეცდომა, რაღაც გაუგებრობა. მაგრამ შემდეგ მან მითხრა დეტალები, ვინ სხვა იყო სიაში, რა იყო დაწერილი თითოეული სახელის გვერდით. და მე მივხვდი, რომ ეს იყო რეალური. რომ ჯაბა იოსელიანი რეალურად გეგმავდა ჩვენს აღმოფხვრას. რატომ? რა იყო ის, რაც აიძულებდა ჯაბა იოსელიანს გეგმავდა თავისი უახლოესი თანამშრომლების აღმოფხვრას? პასუხი მდებარეობს იმ პარანოიაში, რომელიც ჩამოყალიბდა მასში იმ წლების განმავლობაში. ჯაბა ხედავდა ღალატს ყველგან. ის ფიქრობდა, რომ მისი უახლოესი წრე იყო გაჟღენთილი ჯაშუშებით, ღალატებით, ადამიანებით, რომლებიც მუშაობდნენ შევარდნაძესთვის ან დასავლეთისთვის. ის ფიქრობდა, რომ ერთადერთი გზა, რომ გადაერჩინა თავისი ძალაუფლება, იყო აღმოფხვრა ყველა პოტენციური საფრთხე. და ეს შავი სია იყო მისი გეგმა ამისთვის, გეგმა, რომელიც არასოდეს არ განხორციელდა, მაგრამ რომლის არსებობამ შეცვალა ყველაფერი. როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა ჩვენს შორის, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, აგრძელებს ყოფილი მაღალჩინოსანი. ჩვენ ყველანი, ვინც ვიყავით ამ სიაში, შევხვდით საიდუმლოდ. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ უნდა გვიარჩია, ან ველოდეთ, სანამ ჯაბა განახორციელებდა თავის გეგმას, ან მოუქცეულიყავით პირველად. ეს არ იყო მარტივი არჩევანი. ჩვენ ყველანი ვიყავით ერთგულნი ჯაბას წლების განმავლობაში. ჩვენ ვიბრძოდით მასთან ერთად, ვიზიარებდით მის ხედვას, ვიცავდით მის ინტერესებს. მაგრამ როდესაც შენ იგებ, რომ შენი ლიდერი გეგმავს შენს აღმოფხვრას, ყველაფერი იცვლება. ერთგულება კვდება იმ მომენტში. 1995 წლის აგვისტოს ბოლოს, ადამიანები შავი სიიდან იწყებენ კოორდინირებულ მოქმედებას. ისინი არ აპირებენ პირდაპირ დაპირისპირებას ჯაბასთან, ეს იქნებოდა ძალიან საშიში. ამის ნაცვლად ისინი იწყებენ საიდუმლო მოლაპარაკებებს მთავრობასთან. ისინი სთავაზობენ გარიგებას, ისინი არ გაუწევენ წინააღმდეგობას მხედრიონის დაშლას, თუ მთავრობა მისცემს მათ გარანტიებს უსაფრთხოებისა და ახალი პოზიციების შესახებ. ეს არის პრაგმატული, ცინიკური, მაგრამ რაციონალური გადაწყვეტილება. და მთავრობა თანახმა, რადგან ისინი იციან, რომ ამ ადამიანების თანამშრომლობით მხედრიონის დაშლა იქნება ბევრად უფრო მარტივი და ნაკლებად სისხლიანი. ჩვენ არ ვიყავით გმირები, ამბობს ერთ-ერთი მათგანი. ჩვენ არ ვიყავით პატრიოტები, რომლებიც ვიბრძოდით საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ ვიყავით უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გადარჩენას. ჩვენ ვიცოდით, რომ ჯაბა იოსელიანის ეპოქა მთავრდებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ თუ ჩვენ დავრჩებოდით მის მხარეს, ჩვენ წავიდოდით ფსკერზე მასთან ერთად. და ჩვენ ვიცოდით, რომ ჯაბა თავად გეგმავდა ჩვენს აღმოფხვრას. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ერთადერთი რაციონალური არჩევანი, ჩვენ გადავრჩით. და თუ ეს ნიშნავს ღალატს, მაშინ ჩვენ ვართ ღალატები. მაგრამ ჩვენ ვართ ცოცხალი ღალატები. 1995 წლის სექტემბრის 28, როდესაც სპეცრაზმი შემოდის მხედრიონის შტაბში, ისინი იპოვიან შავ სიას ჯაბა იოსელიანის სეიფში. ეს დოკუმენტი გახდება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მის წინააღმდეგ, მტკიცებულება იმისა, რომ ის არ იყო მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტი, არამედ ადამიანი, რომელიც გეგმავდა პოლიტიკურ მკვლელობებს. ეს დოკუმენტი გახდება გამართლება მათთვის, ვინც მიატოვა ის გამართლება იმისა, რომ მათი არჩევანი იყო არა ღალატი, არამედ თვითდაცვა. მაგრამ ეს დოკუმენტი ასევე გახდება ტრაგიკული სიმბოლო იმისა, თუ როგორ პარანოია და ეჭვიანობა შეიძლება განადგურდეს ადამიანის შიგნიდან, სანამ გარე ძალები მას შეეხებიან. შავი სია იყო ჯაბა იოსელიანის ბოლო შეცდომა, რომელმაც დაასრულა ის, რაც დარჩენოდა მისი ძალაუფლებისგან. რადგან როდესაც შენი უახლოესი ადამიანები იგებენ, რომ შენ გეგმავ მათ აღმოფხვრას, ისინი აღარ არიან შენი ადამიანები. ისინი ხდებიან შენი მტრები. და ეს არის ის, რაც მოხდა ჯაბასთან, ის შექმნა თავისი საკუთარი მტრები, ის შექმნა თავისი საკუთარი დამარცხება, ის შექმნა თავისი საკუთარი ბედი. და ეს არის ყველაზე ტრაგიკული ასპექტი მთელი ამ ისტორიისა, რომ ჯაბა იოსელიანი დამარცხდა არა იმიტომ, რომ მისი მტრები იყვნენ ძალიან ძლიერნი, არამედ იმიტომ, რომ ის თავად განადგურა ის, რაც აქცევდა მას ძლიერად, ნდობა და ერთგულება მის გარშემო მყოფი ადამიანებისა. რა გაკვეთილი უნდა ამოვიღოთ ჩვენ ამ ისტორიიდან? რა გვეუბნება შავი სიას ძალაუფლების ბუნების შესახებ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეგვიძლია ჩვენ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები მომავალში?
ეს კითხვები რჩება აქტუალური, რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ძალაუფლება, რომელიც აშენებულია შიშზე და პარანოიაზე, ყოველთვის ამთავრებს თვითგანადგურებით. და ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ჯანსაღი, სტაბილური და თავისუფალი. 1995 წლის სექტემბრის 38 დილით ჯაბა იოსელიანი გაიღვიძა თავის ოფისში, სადაც ის გაატარა ღამე. მას ესმოდა, რომ ეს იყო მისი ბოლო დღე თავისუფლებაში, მაგრამ ის არ იცოდა, როდის მოვიდოდნენ. ის სიდა ოთახში ეწეოდა სიგარეტს, უყურებდა ფანჯარას. გარეთ თბილისი იღვიძებდა ჩვეულებრივ დილას, არაფერი არ მიუთითებდა იმაზე, რომ ამ დღეს დასრულდებოდა ერთი ეპოქა. მე ვიყავი მასთან იმ დილას, იხსენებს ერთ-ერთი ბოლო ერთგული თანამშრომელი, რომელიც არ მიატოვა მას ბოლომდე. ის იყო უცნაურად მშვიდი. არა დამარცხებული, არა შეშინებული, უბრალოდ მშვიდი. ის მითხრა, შენ იცი რა არის ყველაზე საინტერესო? მე ვიცოდი, რომ ეს მოვიდოდა. მე ვიცოდი 1993 წლიდან, როდესაც პირველად წავედი ჟენევაში. მე ვიცოდი, რომ ეს თამაში არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ. მაგრამ მე მაინც ვეცადე. რადგან რა სხვა შემეძლო? დაახლოებით 10 საათზე დილით სპეცრაზმი შემოვიდა შენობაში. არ იყო გასროლები, არ იყო წინააღმდეგობა, არ იყო დრამა. უბრალოდ ჯგუფი ადამიანები სამხედრო ფორმაში შემოვიდა, ასწია კიბეები და გახსნა კარი ჯაბა იოსელიანის ოფისში. ის სიდა მათთან, მისი ხელები უკან იყო მოთავსებული და მან უთხრა, მე ველოდი თქვენ. მოდით, დავასრულოთ ეს. ისინი წაიყვანეს ის ისე, როგორც იყო, ტყავის ქურთუკში, შავ სათვალეებში, რომლებიც გახდა მისი სავიზიტო ბარათი. როდესაც ის გადიოდა შენობიდან, რამდენიმე ადამიანი იდგა გარეთ, არა მისი მხარდამჭერები, არამედ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ დაენახათ, როგორ მთავრდებოდა მხედრიონის ლიდერის ისტორია. ჯაბა არ უყურებდა მათ. ის უბრალოდ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მხედრიონის დაშლა მოხდა სწრაფად და ეფექტურად. შენობები დაიკავეს, იარაღი ჩამოართვეს, დოკუმენტები ჩამოართვეს. ადამიანები, რომლებიც ერთხელ იყვნენ ძლიერი, გავლენიანი, საშიში, ახლა უბრალოდ ქრებოდნენ ქუჩებში, ცდილობდნენ დაეფარათ, დაივიწყებოდნენ. ზოგიერთი მათგანი დააპატიმრეს, ზოგიერთი გაიქცა ქვეყნიდან, ზოგიერთი უბრალოდ დაბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებაში, თითქოს არაფერი არ მომხდარიყო. მხედრიონი ორგანიზაცია, რომელიც ერთხელ აკონტროლებდა თბილისის ქუჩებს, რომელიც ერთხელ იყო ერთ-ერთი მთავარი ძალა საქართველოს პოლიტიკაში, უბრალოდ შეწყვიტა არსებობა. და ამით დასრულდა ერთი ყველაზე უცნაური თავი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თავი, როდესაც კრიმინალური სამყარო ცდილობდა გახდეს ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა. ჯაბა იოსელიანი გაატარა შემდეგი 8 წელი ციხეში. ის გაათავისუფლეს 2003-ში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში და გამოაცხადა ამნისტია პოლიტიკური პატიმრებისთვის. მაგრამ ჯაბა, რომელიც გამოვიდა ციხიდან, იყო სრულიად განსხვავებული ადამიანი იმისგან, ვინც შევიდა იქ. ის იყო მოხუცი, დაავადებული, დაღლილი. მისი შავი სათვალეები ჯერ კიდევ იყო მასზე, მაგრამ ისინი აღარ მალავდნენ ძლიერ, თავდაჯერებულ ადამიანს. ისინი მალავდნენ ადამიანს, რომელიც დაკარგა ყველაფერი, ძალაუფლებას, გავლენას, მომავალს. ის ცხოვრობდა მშვიდად, თავის სახლში, იშვიათად გამოდიოდა საჯაროდ. ის არ აძლევდა ინტერვიუებს, არ საუბრობდა თავის წარსულზე, არ ცდილობდა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში. ის უბრალოდ ცხოვრობდა, ელოდა თავის დროს. 2013 წლის მარტში ჯაბა იოსელიანის გზა დასრულდა. ის დატოვა ამ სამყაროს მშვიდად, თავის სახლში, გარშემორტყმული რამდენიმე ახლო ადამიანით. მისი გარდაცვალება არ გახდა დიდი ამბავი, რამდენიმე მოკლე სტატია გაზეთებში, რამდენიმე კომენტარი სოციალურ ქსელებში და ყველაფერი. ადამიანი, რომელიც ერთხელ იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა საქართველოში, რომელიც ერთხელ აკონტროლებდა ქუჩებს, რომელიც ერთხელ წარმოადგენდა ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, დატოვა ამ სამყაროს თითქმის დავიწყებული. და ეს არის შეიძლება ყველაზე ტრაგიკული ასპექტი მთელი ამ ისტორიისა, არა ის, რომ ჯაბა იოსელიანი დამარცხდა, არამედ ის, რომ ის დაივიწყა. მაგრამ რა დარჩა მისგან? რა არის ჯაბა იოსელიანის მემკვიდრეობა? ეს არის რთული კითხვა, რომელზეც სხვადასხვა ადამიანები იძლევიან სხვადასხვა პასუხებს. ზოგიერთისთვის ის იყო კრიმინალური ავტორიტეტი, რომელმაც გამოიყენა პოლიტიკური ქაოსი საკუთარი ინტერესებისთვის. ზოგიერთისთვის ის იყო ადამიანი, რომელმაც ცდილობდა დაეცვა საქართველოს რთულ დროში, მაგრამ გამოიყენა არასწორი მეთოდები. ზოგიერთისთვის ის იყო უბრალოდ პროდუქტი თავისი დროისა, როდესაც ნორმალური წესები არ მუშაობდა და ყველა იყო იძულებული თამაშობდა იმპროვიზაციით.
მაგრამ ერთი რამ არის მკაფიო, ჯაბა იოსელიანის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ქვეყანა კარგავს თავის გზას, როდესაც ძალა ხდება ერთადერთი ღირებულება, როდესაც გადარჩენა ხდება ერთადერთი მიზანი. და ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ისტორიიდან. არა ის, რომ ჯაბა იოსელიანი იყო ბოროტი ან კარგი. არა ის, რომ მხედრიონი იყო საშიში ან საჭირო. არამედ ის, რომ როდესაც საზოგადოება კარგავს თავის ღირებულებებს, როდესაც ინსტიტუტები ინგრევან, როდესაც ნორმალური წესები წყვეტს მუშაობას, მაშინ ჩნდებიან ადამიანები, როგორიც იყო ჯაბა იოსელიანი, ადამიანები, რომლებიც იყენებენ ქაოსს საკუთარი მიზნებისთვის, ადამიანები, რომლებიც აშენებენ ძალაუფლებას შიშზე და ძალაზე, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეცვალონ წესები საკუთარი სასარგებლოდ. და თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ისტორია გაიმეოროს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ძლიერი, ჩვენი ინსტიტუტები იყოს სტაბილურნი, ჩვენი ღირებულებები იყოს მკაფიო და დაცული. ჯაბა იოსელიანის ისტორიის დასრულების შემდეგ საქართველო შევიდა ახალ ეტაპში. მხედრიონის დაშლამ გახსნა გზა რეფორმებისთვის, რომლებიც ცვლიდა ქვეყანას მომდევნო წლებში. შევარდნაძე განაგრძობდა მმართველობას კიდევ 8 წელი, სანამ არ მოვიდოდა ვარდების რევოლუცია 2003-ში. ადამიანები, რომლებიც ერთხელ იყვნენ მხედრიონის წევრები, გაიფანტნენ სხვადასხვა მიმართულებით, ზოგიერთი მათგანი ინტეგრირდა ახალ სისტემაში, ზოგიერთი დარჩა ჩრდილში, ზოგიერთი დატოვა ქვეყანა. მაგრამ ყველა მათგანი ატარებდა თავისთან ამ ეპოქის მეხსიერებას იმ დროისა, როდესაც ყველაფერი იყო შესაძლებელი, როდესაც წესები არ მუშაობდა, როდესაც ძალა იყო ერთადერთი რეალობა. საქართველო, რომელიც გამოვიდა ამ ეპოქიდან, იყო შეცვლილი. ქვეყანა ისწავლა მძიმე გაკვეთილებს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც კრიმინალური სამყარო შედის პოლიტიკაში, როდესაც ძალა ხდება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე კანონი, როდესაც გადარჩენა ხდება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პრინციპები. ეს გაკვეთილები იყო მძიმე, ტკივილიანი, ზოგჯერ სისხლიანი. მაგრამ ისინი იყო საჭირო, რომ საქართველო მიპოვა თავისი გზა წინ, რომ ქვეყანამ აეშენებინა ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა კანონზე და არა ძალაზე, ინსტიტუტებზე და არა პიროვნებებზე, ღირებულებებზე და არა ინტერესებზე. მაგრამ ამავე დროს ეს ეპოქა დატოვა ღია კითხვებს, რომლებზეც ჩვენ არასოდეს არ მივიღებთ სრულ პასუხებს. სად არის ფული, რომელიც გაქრა იმ წლებში? ვინ იყო რეალურად პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც შეცვალა ქვეყნის ბედი? რა იყო ის საიდუმლო შეთანხმებები, რომლებიც არასოდეს არ გამჟღავნდა? ეს კითხვები რჩება ჩრდილში დაფარული დროის ფარდით, დაცული იმ ადამიანების დუმილით, რომლებმაც იციან ჭეშმარიტება, მაგრამ არ აპირებენ მის გაზიარებას. და შეიძლება ეს არის სწორი, შეიძლება ზოგიერთი საიდუმლოება უნდა დარჩეს საიდუმლოება, რომ საზოგადოებამ შეძლოს წინსვლა, რომ ქვეყანამ შეძლოს განვითარება, რომ ადამიანებმა შეძლონ ცხოვრება ახალ რეალობაში. ჯაბა იოსელიანის ისტორია ევროპაში, ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა კრიმინალური ავტორიტეტი გახდეს საერთაშორისო დიპლომატი, რჩება ერთ-ერთ ყველაზე აბსურდულ და ტრაგიკულ თავად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ეს არის ისტორია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა ხდება, როდესაც ორი სრულიად განსხვავებული სამყარო ცდილობს შერწყმას, სამყაროს, სადაც მუშაობს ქუჩის წესები და სამყაროს, სადაც მუშაობს საერთაშორისო დიპლომატიის წესები. ეს არის ისტორია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი საზღვარი არ უნდა გადაილახოს, რომ ზოგიერთი ექსპერიმენტი არ უნდა ჩატარდეს, რომ ზოგიერთი ამბიცია არ უნდა განხორციელდეს. მაგრამ ეს ასევე არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ექსტრემალურ პირობებში, აკეთებენ ექსტრემალურ არჩევანებს. ჯაბა იოსელიანი არ იყო უბრალოდ კრიმინალური ავტორიტეტი, ის იყო პროდუქტი თავისი დროისა, პროდუქტი იმ ქაოსისა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გამოეყენებინა ეს ქაოსი საკუთარი მიზნებისთვის, მაგრამ რომელიც საბოლოოდ გახდა მისი მსხვერპლი. და ეს არის ტრაგედია, არა მხოლოდ პირადი ტრაგედია ერთი ადამიანისა, არამედ კოლექტიური ტრაგედია მთელი თაობისა, რომელიც იძულებული იყო ეცხოვრა იმ რთულ წლებში. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ ეპოქას, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ შეცდომებს და ტრაგედიებს. ჩვენ ასევე ვხედავთ გაკვეთილებს, რომლებიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტები, მკაფიო წესები, სტაბილური სისტემა. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად საშიშია, როდესაც ეს ყველაფერი ინგრევა, როდესაც ქაოსი იწყებს მმართველობას, როდესაც ძალა ხდება ერთადერთი ღირებულება. და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არასოდეს დავუშვათ, რომ ეს გაიმეოროს. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ადევნეთ თვალი ამ ტრაგიკულ ისტორიას ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯაბა იოსელიანი დღესაც. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჭეშმარიტება ისტორიის იდოლების შესახებ.